Ну, ხედავთ, რომ ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯში ქართული ოცნება პირველ ადგილზე აყენებს, რა თქმა უნდა, პარტიულ ინტერესს. და ისინი მზად არიან ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი სარგებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ პარტიის მიმართულებით და აი ამ რეზოლუციის საკითხშიც ეს გამოჩნდა, რადგან ისინი არ დაეთანხმნენ ამ რეზოლუციას. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. და უამრავი დევნილი ყავს ჩვენს ქვეყანაში. აი ეს საკითხი მათთვის არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, ისინი არ დაეთანხმდნენ, იმიტომ რომ არ სურდათ მოესმინათ ის კრიტიკული შეფასებები, ის ადეკვატური შეფასებები, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან, ზოგადად ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუნდაც მომდინარეობს და რაც რა თქმა უნდა არის მათი პოლიტიკის შედეგი და მათი პასუხისმგებლობა. ეს არის მათი ჩვენი პოლიტიკური შეფასება ამ თემასთან დაკავშირებით. სამუდროულად ჩვენ ხედავთ სასამართლო პროცესებს, ხო, რომელიც გრძელდება უკვე ბოლო 12 საათი მგონი, დახურულ რეჟიმში მედიას იქ არ უშვებენ და როგორც ხვდებით, გასაგები ხდება. იქიდან გამოტანილი ამბებით, რატო არ უშვებენ, ხო? რაც უბედურებაზე ვიგებთ, რასაც რომ მოწმეები იქ აწყობენ, რასაც პროკურორები მოსამართლე იქ აკეთებს და რასაც თვალს ისინი ხუჭავენ. ამასთან დაკავშირებით თქვენი პოლიტიკური შეფასება ზიავაღლობელის საქმეზე მიდის განხილვა თუმცა თბილისში მიდის კიდევ სინდისის პატიმრების საქმეები. დიახ, სამწუხარო რეალობა არის, სადაც ქართული ოცნება გვაბრუნებს წარსულში 2012 წლამდე არსებულ ქვეყანაშიც ჩვენ გვქონდა ამის პრეცედენტები და მე მინდა გამოვეხმაურო განსაკუთრებით გუშინდელ სასამართლო პროცესს, სადაც გირგულიანის საქმის მოსამართლის მურუსიძის კლანის წევრმა ნინო გალუსტაშვილმა 5 წლით გაუშვა ციხეში 21 წლის გიორგი მინდაძე და მე მინდა გამძლეობა უსურვო მის ოჯახს, მის დედას და ჩვენ ხედავთ, რომ რა მდგომარეობაში ყავს რეჟიმს ქართველი დედები და არავის არ გაუვა ეს ქმედებები ქართველი დედების მიმართულებით, იმიტომ რომ არავის არ შერჩენია ქართველი დედის ცრემლი და ჩვენ გვაქვს წარსულიდან ამის პრეცედენტებიც, თუნდაც აი მურუსიძის სასამართლო პროცესები ჩვენ ნანახი გვაქვს გირგულიანის შემთხვევაში, როდესაც ირინა ენუქიძე ითხოვდა სამართლიანობის აღდგენას და ვერ პოულობდა თავის საკუთარ ქვეყანაში სამართლიანობას. აი ეს ხდება დღესაც, აქ გვაბრუნებს ქართული ოცნება, რეჟიმი ძალადობს, ახლა უკვე სასამართლო დარბაზებში ჩვენს მოსახლეობაზე, მაშინ, როდესაც არ არის დასჯილი არც ერთი პოლიციელი, არც ერთი მანდატური და ამაზეც მინდა შევეხო კიდევ, რომ აი ადამიანებზე ძალადობა გადმოიბარა უკვე სასამართლოს მანდატურებმა გადმოიბარეს ჩვენი პოლიციელებისგან, ასევე ის ზონდერები, რომლებიც ძალადობდნენ ჩვენს მოსახლეობაზე, ისინიც არ არიან დასჯილები და აი ამ ვითარებაში ჩვენ ხედავთ, რომ აბსურდული ბრალდებებით ასამართლებენ ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების მოთხოვნით აპროტესტებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან და მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა დაუფიქსირო გიორგი მინდაძის დედას და სხვა დედებს, იმიტომ რომ ერთადერთი დანაშაული რაც მათ ჩაიდინეს არის ის, რომ განსაკუთრებულად ასწავლეს თავის შვილებს ქვეყნის სიყვარული და თავისუფლების სიყვარული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანი. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს და სასწრაფოდ, უპირობოდ იქნან გათავისუფლებულები ის პოლიტპატიმრები, რომლებიც უკანონოდ არიან დატყვევებულები ჩვენს ქართულ ციხეებში. ნამდვილად ასე ტატა, იცით მე როგორ შეიძლება მადლობლები ვიყოთ ხო ამ დროის არამისათვის, მაგრამ თავისთავად აი ეს ხალხი რო გაგვაცნო ივანიშვილმა ამ თავის ბოროტებით, ესეც კი ბევრი რამის თქმელი არის ხო? იმიტომ რომ მე მაუცებს ყოველდღიურად რომ ჩვენ გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი და ვერც ერთის გატეხვა ვერ მოახერხეს. აი ვერც ერთი ვერ მოახერხეს რომ საკუთარ ღირსებაზე უარი ეთქვა ადამიანს, ხო? აი ციხეშიც კი ამ მშობლებს გამწარებულ ხალხს აქვს როგორი სიმტკიცა შენარჩუნებული და მე გასაგებია საერთოდ მოდიოდა ხო იმ ხალხის мотиваცია, თუმე ოჯახებიდან მოდიოდა ამ ხალხის мотиваცია ნამდვილად. მოდი არჩევნებთან დაკავშირებით ვისაუბროთ. თქვენ უკვე კარგი ხანია გადაწყვეტეთ რომ არჩევნებში იღებთ მონაწილეობას. როგორ მიდის არჩევნო მზადება?
მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, რთულად იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა ამჟამად პროტესტის პირობებში არის და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა დღესდღეობით არის მოვიძიოთ პარტიულად ნეიტრალური კანდიდატები, რომლებიც მისაღები იქნებიან ჩვენი მოსახლეობისთვის. პარტიული ნეიტრალურობა რატო არის ესეთი აუცილებელი? პარტიული ნეიტრალურობა იმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს ხედავთ, რომ პროტესტის პირობებში პოლიტიკოსების საკითხები არის ძალიან აქტუალური და უფრო მეტად ქართული ოცნება მუდმივად ცდილობს, რომ ამ გარემო იყოს პოლარიზებული, მათთვის არსებობს მხოლოდ ორპოლუსიანი გარემო და ამას ხელს უწყობს რიგი ოპოზიციური პარტიებისა, ასევე, იმიტომ რომ ხედავთ, რომ მესამე მხარისთვის და ამომრჩეველთა მესამე გზისთვის და უშუალოდ არჩევანისთვის ფაქტიურად არ არის დატოვებული ადგილი და ეს არის ჩვენი გამოწვევა, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა, ჩვენ მუდმივად ვიძახით, რომ დღესდღეობით საქართველოს განვითარება დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს და შესაბამისად გაჩნდეს ის სივრცე, რომ იყოს მესამე მიმართულებაც. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდეთ პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებზე, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომლებსაც გააზრებული ექნებათ ის მდგომარეობა, რომელიც დამდგარია ჩვენს ქვეყანაში, ქართული ოცნების პირობებში. რა თქმა უნდა, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონალურ ჭრილშიც დავინახოთ, რადგან ეს არის საკრებულოები, რომლებიც შემდეგ 4 წლის ვადით ირჩევა და აქ უნდა იყვნენ პარტიულად ნეიტრალური ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ საკუთარი დანიშნულება, გააზრებული აქვთ ის სახელმწიფოებრივი ხედვები, რომლებიც მათ და კონკრეტულ პარტიებს აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ სხვადასხვა ქალაქების მერობის კანდიდატები და ასევე მერობის კანდიდატსაც ეძებთ? რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, ჩვენი პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, ვეძებთ სხვა ქალაქებშიც მერობის კანდიდატებს და მაჟორიტარები. ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა ოცნებამ აქაც დაგვაბრუნა წარსულში 2017 წელს, როდესაც ჩვენ ჩატარდა მაშინ თვითმმართველობის არჩევნები და იყო მაჟორიტარული და პროპორციული სიით, ანუ შერეული ფორმით ეს არჩევნები. ახლაც იგივე სისტემაზე გადაგვიყვანა, მაგალითად თბილისის შემთხვევაში 25 მაჟორიტარი კანდიდატი უნდა იყოს და 25 სიით. ეს რა თქმა უნდა გარკვეულწინაღობებს ქმნის ოპოზიციური პარტიებისთვის, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ ხედავთ, რომ ფაქტიურად მიტაცებული აქვს რეჟიმს საარჩევნო სისტემაც, უმძიმესი საკანონმდებლო ცვლილებებით და ასევე შიდა ცვლილებებით არის ძალიან ბევრი მძიმე მუხლი შემოტანილი და რა თქმა უნდა, როგორც 2024 წლის არჩევნები ჩატარდა უმძიმესი სისტემური დარღვევების პირობებში და ჩვენ მაშინაც ძალიან აქტიურად საუბრობდით და ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ამ მიმართულებით, ახლაც ვფიქრობთ, რომ იქნება ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელზეც ჩვენ საზოგადოებას რა თქმა უნდა ძალიან პროაქტიულად მივაწვდით ინფორმაციას. განიხილავთ თუ არა პოლიტიკურ კოალიციას? ახ მოცემულობა ხო როგორია, ხო? პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი არ გამოდის არჩევნებში და ეს ბოიკოტის რეჟიმში არიან, უბრალოდ ბოიკოტის სიტყვა არ უყვართ მათ, არ თანამშრომლობის რეჟიმში აპირებენ ყოფნას, იმედია უფრო დეტალურად გავიგებთ, რას ნიშნავს ეს არ თანამშრომლობა, მაგრამ პოლიტიკურად ამას ბოიკოტი ქვია, ხო? მათი ნომრის არჩევნო ნომრები იქ არ იქნება. კვლავ გვიჩვენებს, რომ პარტიებს, ვიზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ხო, უკავიათ უდიდესი ნაწილი ოპოზიციური ელექტორატის. აი, ყველა კვლევა ამას გვიჩვენებს, ხო? ანუ საარჩევნო ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას აპირებთ თქვენ და როგორც ჩანს, ლელოც თქვენთან ერთად იქნება, ხო? აი, ამ პირობებშიც ცალკე უნდა გახვიდეთ არჩევნებზე? ანუ თქვენი გადმოსახედიდან როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია წინა საარჩევნო სამზადისის პროცესში იყოს გარკვეული შეთანხმებები მიღწეული, განსაკუთრებით ჩვენ მივესალმებით პარტია ლელოს გადაწყვეტილებას მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. რა თქმა უნდა, მათი საზრუნავიც იკვეთება და ჩვენ ვეკვეთებით, ასე ვთქვათ, კანდიდატების ნაწილში, გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ დღეს
აი ამ გადამწყვეტ მომენტში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობით შევხედოთ კანდიდატების საკითხს. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება კონსულტაციები და არ გამოვრიცხავთ ამ კონსულტაციებს, იქიდან გამომდინარე, რომ საერთო საქმისთვის ეს მნიშვნელოვანია. თუმცა კოალიციის ნაწილში ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები, არის ოპოზიციური პარტიების რაღაც რაოდენობა, რომლებიც ჩვენთვის არ არის მისაღები კოალიციურ ჭრილში, იქიდან გამომდინარე, რომ გარდა იმისა, რომ შეიძლება ჩვენ ვთანხმდებოდეთ ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე, პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლებაზე, მაგრამ ამის მიღმა არსებობს ძალიან ბევრი განსხვავებები. მაინც ნაცები არიან ქვე მაგას, ხო? იცით რა არის? უბრალოდ ძალიან რთულია რიგ პარტიებთან რაიმე კოალიციაზე საუბარი, როდესაც საუბარი არის რაღაც ერთობებზე და ამ დროს პარალელურ რეჟიმში მიდის რაღაც არაკორექტული გამონათქვამებით გამოიხატება მათი პოზიციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვსაუბრობთ აი ამ ტყუილ და ყალბ ერთობებზე, ზუსტად იმიტომ, რომ ამით ზიანდება პროცესი, ამით ზიანდება ჩვენი ქვეყნის მომავალი და თითოეული მოქალაქე გრძნობს ამას თავის თავზე. ამიტომ ჩვენ ძალიან პრაგმატულად, ძალიან კაფიოთ მივყვებით ჩვენ დღის წესრიგს. ამჟამად არჩევნების კონტექსტში ჩვენ ვეძებთ პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებს და რა თქმა უნდა გვექნება წინასაარჩევნო კამპანიაც, ჩვენ თითოეულ ქალაქში, თითოეულ სოფელში ჩავალთ იმისთვის, რომ ადამიანებს ავუხსნათ, რას აკეთებს დღეს რეჟიმი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით სამწუხაროდ ქართულ ოცნებას ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და ჩვენ ეს მხარდამჭერები არ უნდა დავტოვოთ მარტო არჩევანის გარეშე, ჩვენ მათთან უნდა მივიდეთ და დავანახოთ ქართული ოცნების ნამდვილი სახე, ყველაფერი ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედიის საშუალებით, კორუფციული ინსტრუმენტების გამოყენებით და რა თქმა უნდა ის ყველა ძალადობის ფაქტი, რომელიც განხორციელდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენს მოსახლეობაში, ამ ყველაფერზე ჩვენ უნდა ვესაუბროთ იმისთვის, რომ დავანახოთ საბოლოოდ რას აკეთებს ქართული ოცნება და ისინი არ იყვნენ მარტოები და მათ არ ჰქონდათ არჩევანი. ელგუჯა ხუგრიშმა დატოვა თქვენი პარტია და დატოვა სწორედ ამ მიზეზით, რომ არჩევნებში მონაწილეობას ის არ მიიჩნევს სწორიდიათ, მას ჰქონდა თავისი არგუმენტები, ხო, საკმაოდ ვრცელი. როგორი რეაქცია ჰქონდა თავის პარტიაში? აი, მათ შორის ახლა ამას დისკუსია. ზოგადად არსებობს თქვენთან ამ თემაზე განსხვავებული აზრი შიგნით, რომ აი რაღაც აი დისკუსია გამოიწვიოთ, ხო, ბატონი ელგუჯას გარდა კიდევ. დიახ. ჩვენი პარტიის და პოლიტიკური ძალის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი და მე ვფიქრობ, რომ დადებითი მხარე არის ის, რომ ჩვენს პარტიაში არ ვართ ერთ აზრზე. არის მუდმივად ძალიან ცხარე დისკუსიები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს იყო მაგალითად საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. ამას ჩვენი სპიკერები აჟღერებენ კიდევაც და ამაში ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. აქ ამ შემთხვევაშიც გაიყო აზრები, ბატონი ელგუჯა რა თქმა უნდა არის ჩვენი მეგობარი და დარჩება ჩვენს მეგობრად, თუმცა აქ აზრები გაიყო. მარტო იყო ბატონი ელგუჯა ამ განსხვავებულ აზრში. მან ჯერჯერობით არა, არის სხვადასხვა აზრები, აზრთა სხვადასხვაობაა, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ამ აზრების, ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრების პლურალიზმი არის ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი და ჩვენ ამას არ ვებრძვით, პირიქით, ეს არის მისასალმებელი, რომ ჩვენში არის განსხვავებები. ჩემთვის პირადად მე ვაცხადებ და ძალიან ბევრ ეთერშიც მithქვამს ამასთან დაკავშირებით, მე არ ვარ რევოლუციონერი და მე მხოლოდ ცვლილების მშვიდობიან ფორმების მომხრე ვარ. შესაბამისად, არჩევნები ეს არის ჩემთვის ინსტრუმენტი, რომელსაც მე ვიყენებ იმისთვის, რომ ეფექტიანი ვიყო პოლიტიკაში და შესაბამისად შევცვალო რაღაც მე ვცნობ მხოლოდ დაუშვათ ცვლილების ამ ფორმას, თუმცა ბატონი ელგუჯასთვის მისაღები არის რევოლუციური ფორმებიც და
ამაში არაფერი საკვირველი არ არის, არც რაღაც საწინააღმდეგო არ არის. პირიქით მივესალმებით და რა თქმა უნდა ის დააფიქსირებს თავის საკუთარ პოზიციას და ჩვენ ამას არ ვებრძვით, რადგან მთავარი ამბავი, რისთვისაც ჩვენ ქართული ოცნება გვებრძვის დღესდღეობით საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის განსხვავებული აზრის მიუღებლობა. მათ არ სურთ გაიგონ განსხვავებული აზრი და არის ასევე ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც იძახიან, რომ ინსტრუმენტი, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, მხოლოდ ის არის რეჟიმთან ბრძოლაში ეფექტიანი. ჩვენ ვამბობთ, რომ არა, შეიძლება რამოდენიმე ინსტრუმენტი იყოს რეჟიმთან ბრძოლისას და შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მადლობა ძალიან დიდი.